მე უფეუზეცათაო, ნუ გეშინის მცემელო, სულ ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლით შენით. საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრეთ ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახირო სულნი ჩვენი. ამინ. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მეგობრებო. დღეს ოთხშაბათი დღე გახლავთ და დღეს სახარების განმარტებას გავაგრძელებთ ჩვენ შეგახსენებთ რომ განმარტავთ იოანე მოციქულის სახარებას იოანე ოქროპირის მიხედვით და განმარტავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს ამ სახარებიდან ლაზარეს აღდგინების ეპიზოდს და ჩვენ მისული ვართ იმ ადგილზე სადაც უფალი მივიდა უკვე საფლავთან და უბრძანა რომ აიღონ ქვა, ანუ ლოდი, რომლითაც არის დაფარული საფლავი. განვიხილეთ ის ყველაფერი, ის დამოკიდებულებები, მართასი, მარიამის, უფლის სიტყვები, თუ როგორ ცდილობს უფალი გააძლიეროს მართაც, მარიამის და იქ დამსწრენერ წმენაში. უფალი განსაკუთრებული სასწაულის აღსასრულებლად ემზადება სასწაულისა, რომლის მსგავსიც მას ჯერ არ მოუხდენია, რომ გახსნილი ადამიანი აღადგინოს მკვდრეთით. სხვა არის, როდესაც ახალგარდაცულ ადამიანს გააცოცხლებ, რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად უდიდესი სასწაულია, რომ შენ გქონდეს იმის ხელმწიფება, რომ ხელახლა მოიწვიო უკვე სული, რომელიც გავიდა სხეული და კვლავ ამ სხეულში და კვლავ გააცოცხლო ადამიანი, მაგრამ ეს სულ სხვა არის, როცა ახალი გარდაცვლილია და ჯერ კიდევ თბილი ადამიანი. და სულ სხვა არის, როდესაც უკვე 4 დღის საფლავად დადებული გახრწნილი ადამიანი კვლავ უნდა აღადგინო მკვდრეთით. ეს ხელახალი შესაქმნის ადამიანის ხელახალი შექმნის ტოლფასი სასწაული. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვისაუბრეთ, შევადარეთ ისიც, რომ ეს გაოს იმ სასწაულს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ უფალმა აღასრულა და შობიდან ბრმას თვალები აღუხილა, ანუ ადამიანს შეუქმნა სხეულის ის ნაწილები ხელახლა თავიდან შეუქმნა, რომელიც მას არ ქონია, მის გარეშე, თვალების გარეშე დაიბადა და იქაც გამომახვილეთ ყურადღება, რომ მიტომაც არის, რომ უფალი თიხას ზელს დაусმევს თვალებზე, რომ ამით შეახსენებს, რომ მე ვარ სწორედ ის ღმერთი, რომელმაც თავის დროზე თიხისაგან მოგზილე და შემდეგ უკდავი სული შთაგბერე და აი ეს არა მხოლოდ უბრალოდ თვალის შექმნის სასწაული გახლავთ, როდესაც ლაზარეს აღადგენს მკვდრეთით, არამედ ადამიანის ხელახალი შესაქმნის სასწაულია, ჩემო ძვირფასებო, და ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის შეიძლება ესეთ ამომოდი თქვას, თავისი სიდიადით, თავისი მნიშვნელობით და განსაცვიფრებლობით მეორე რიგში თუ წარმოვიდგენთ ესე ჩვენ, რომ რაღაცა ყველაზე აღმატებული სასწაული, რომელიც უფალმა აღასრულა, რა თქმა უნდა, ეს იყო, რომ თავად აღდგა და მეორე ყველაზე დიდი სასწაული, რომელიც მან აღასრულა, იყო ლაზარეს აღდგინება. სწორედ აი ამ ეპიზოდს განმარტავთ ახლა ჩვენ იოანე ოქროპირთან ერთად და ჩვენ მისული ვართ აი სწორედ იმ ადგილზე, რომელიც მოგახსენეთ და ტრადიციულად იოანე ოქროპირი ჩაურთავს სწავლებას, რომელსაც ეწოდება სარწმუნოებისათვის და მოდი განვიხილოთ ახლა ეს სწავლება. სახარება დამთავრდა იმ სიტყვებით, როდესაც უფალი ეუბნება მართას, რომ არა გარქუ შენ ვით არმედ უკეთ უგრწმენეს იხილულ დიდება ღვთისაი. ეს სიტყვები მოსდევს მართას სიტყვებს მანამდე, აი ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ უფალი როდესაც ბრძანებს, რომ აღიღეთ ლოდიო საფლავისგანო, მართა შეშინებული ეუბნება, რომ უფალო ყროდის ხალ, ანუ უკვე ყარდაო, ანუ უკვე გახსნა ქონდაო, მასო დაწყებულიო. და შემდეგ უფალემ კაცრად ეუბნება მას. მე შენ ხო გითხარე უკვე, რომ თუ კი რწმენით იქნები,
იხილავ დიდებას ღვთისას. და აი ამას აყოლებს ახლა ივანე ოქროპირის სწავლებას სარწმუნოებისათვის. ანუ რწმენისათვის. რამა თუ სარწმუნოებայի დიდად კეთილავს და დიდთა კეთილთა მიზეზი. სარწმუნოებაო თავისთავად დიდი სიკეთეო ადამიანს, როდესაც გააჩნიაო და თავისთავად ხდება დასაბამი სხვა სიკეთეებისაცო. სარწმუნოება ანუ რწმენაა. ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმეთა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. სარწმუნოებით შესაძლებელიაო, რომ მისი სახელით ვისიც გვწამსო, ღვთის საქმე აღოსრულოთ. რამე თუ იტყვის უფალი, ვითარმედ უკვე თუ გრწმენეს, რქვათ მთასა ამას, იცვალე და იცვალოს. და ვითარმედ, რომელ სარწმენეს ჩემი უმეტესი ჩემსა ქმნეს. საოცარი სიტყვები გაიხსენა ივანე ოქროპირმა უფლის მიერ ნათქვამი ჩვენს მიმართ, რომ ვისაც ჩემი რწმენა ექნება, ჩემზე მეტს გააკეთებს. ანუ გულისხმობს უფალი, რომ რაც მე გავაკეთე აქ ამ ქვეყანაზე, იმაზე მეც გააკეთებს. ვისაც რწმენა ექნება. შემდეგ სვავს ლოგიკურ შეკითხვას ივანე ოქროპირი, განა რა არისო უმეტესიო? ანუ განა რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს იმაზე მეტი, რაც ღმერთმა გააკეთა. რამა თუ იქმოდეს ათჭრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე. რამა თუ არა ესრე დიდარს ქრისტეს ამას სოფელსაში ნაყოფასა ქმნა ის სასწაულთაი. ვით არ შემდგომად სიკვდილისა თვისისა სახელითა მისითა სხვათა მიერ უმეტესთა საკვირველებათა ქმნაი, რამა თუ ესე უეჭველნი სასწაულნი იყვნენ აღთქმისა მისისანი. იმდენად დიდი არ არის რიცხვიო ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაულებისაო ამ ქვეყანაზეო, ვიდრე იმ სასწაულებისაო, რომელიც მისი სახელით აღესრულებოდა მოციქულთა და მის მორწმუნეთა მიერ. და გაიხსენა მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც პეტრეს ჩრდილმაც კი განკურნა ადამიანი. არა თუ პეტრეს შეხება. პეტრეს ჩრდილი დაეცა ერთ-ერთ სნეულ ადამიანს და მისმა ჩრდილმა განკურნა. მაგალითად იესოს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მსგავსი სასწაული არ მოუხდენი, რომ მის ჩრდილს განეკურნა ვინმე. მაგრამ ნახეთ, იესოს სახელით, ანუ აქ ეს ისევ იესოს სასწაულია, რასაკვირველია. ოღონდ უკვე მოციქულთა მიერ, ანუ მის მორწმუნეთა მიერ აღსრულებული. იესოს სახელით იქმნა უკვე იმაზე უფრო განსხვავებული და საკვირველი სასწაული, ვიდრე იესო აქ ამ ქვეყანაზე აღასრულებდა და ჩვენ ვიცით ქრისტიანობის ისტორია, კონკრეტულად მართლმადიდებელი ქრისტიანობის ისტორია სავსეა სხვადასხვა სასწაულებით, ხო? უამრავი სასწაული, ჩვენ ვიცით უამრავი უხრწნელი სხეული. და უამრავი სასწაული, რომელიც აღესრულება, ხო, რა ვიცი, ალბათ რა ვიცი, ძალიან ბევრი წიგნი უნდა დაიწეროს იმისთვის, რომ ქრისტიანობის სასწაულები აღიწეროს. იმდენად დიდია, იმდენად უთვალავია მათი რიცხვი. მაგრამ აი ხასრაზე უსვავს ივანე ოქროპირი ეს ყველაფერი ისევ და ისევ ქრისტეს სახელით აღესრულება. და ეს სასწაულებია, რომელიც იესოს მერე მისი ამაღლების შემდეგ მოციქულთა და არა მხოლოდ მოციქულთა, არამედ მის მორწმუნეთა მიერ აღესრულებოდა, ერთადერთი მიზანდასახულობით ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი ცხადყოფდა ქრისტეს აღდგომას. ანუ ამოწმებდა კიდევ ერთხელ იმას, რომ იესო ჭეშმარიტად აღდგა. და რომ ის ჭეშმარიტად ცოცხალი ღმერთია, იმიტომ რომ თუ კი იესო ცოცხალი ღმერთი არ არის, მაშინ როგორ შეიძლება რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სახელით ხდებოდეს ესოდენი სასწაულები. ესეთი საოცარი სასწაულები. ამიტომაც
სასწაულები, რომლებიც მისი სახელით აღესრულებოდა მისი აღსრულების და ამაღლების შემდგომ, კვლავ და კვლავ მოწმობდა იესო ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებას, იმას, რომ სიკვდილი მას ვერ მოერია, არამედ თავად მოერია სიკვდილს და აღდგა. და მარადიულად ცოცხლობს, რაც არის ჩვენი ბედნიერების მიზეზი და საწინდარი, ხო? დიდი კეთილი არის უკვე სარწმუნოებაი რაჟამს მხურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა. როდესაც ადამიანსო მხურვალი გონება აქვსო და კეთილი სულიო, ესეთ დროს განსაკუთრებულად დიდი სარგებელი მოაქვსო რწმენასო მისთვისო. ესე გამოგვაჩინებს ჩვენ დიდად. ესე დააფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა. ეს ჩვენ განგვადიდებსო ძალიან ესეთ დროსო სარწმუნოებო. ჩვენს გონებას ზეცად აღამაღლებსო. და რომლისა პოვნაი კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალუց, პოვებს იგი ადამიანს, რომ ადამიანური გონებით, თავისი ლოგიკით, თავისი ადამიანური სიბრძნით არ შეუძლია მიწვდეს ისეთ რამეს აპოვნინებს და ისეთ რამეს შეამეცნებინებს ადამიანს რწმენაო. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, ხო, რომ რწმენით შესაძლებელია ადამიანური ლოგიკისთვის დაუჯერებელიც კი დავიჯეროთ. ღმერთი, ჩემო ძვირფასებო, მოდი აქვე ჩავთავ და გეტყვით აუცილებლად კიდევ ერთხელ, არაერთხელ მithქვავს მე ეს თქვენთვის. ღმერთი აღემატება ყველანაირ ადამიანურ ლოგიკას. ღმერთი ზე ლოგიკურია. შეუძლებელია, რომ ადამიანმა თავისი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობებით შეიმეცნოს თავისი შემოქმედი. და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ ჩვენ ღმერთის შემოქმედის შესახებ ვიცით მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც თავად მან ინება და გამოგვიცხადა ჩვენ. მხოლოდ და მხოლოდ ეს. და რწმენით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი ჩვენ გვწამს მაგალითად იესო ქრისტეს უბიცო შობა ქალწულისაგან. ვერანაირი ლოგიკით, ვერც ერთი მეცნიერი ვერასოდეს ვერ ახსნის, როგორი შვა ქრისტემ მხოლოდ ქალწული მარიამისაგან, მამაკაცის გარეშე. ეს მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი ამის მიღება და დაჯერება, რომ თავად უფალმა ინება, როგორც მთავარანგელოზი გაბრიელი ეუბნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორ მოხდება ეს, როდესაც უსავს შეკითხვებს, სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა გფარვდეს შენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამას რწმენით ღებულობს. არ იწევს არანაირ მექანიზმის გამოძიებას. მისთვის სრულიად საკმარისია ის ახსნა, რომელსაც გაბრიელ მთავარანგელოზი ეუბნება. იმიტომ რომ მან იცის, რომ ღვთის სულისთვის, სული წმინდისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. სულმა წმინდამ მთელი სამყარო შექმნა არაფრისაგან და იცის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომ რა კი მთავარანგელოზი გაბრიელი ეუბნება, რომ აქ სული წმინდა იმოქმედებს, ის ჩაერევა საქმეში და ის მოახდენს შენში აი ამ უბიწო ჩასახვას, სრულიად საკმარისი არის ეს ინფორმაცია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისთვის, ის რწმენით, სუფთა გულით, წფელი გულით ღებულობს ამას ყველაფერს და მოკლედ ეუბნება პირდაპირ, ეჰა მხევალი უფლისა, მეყავ მე სიტყვისეებს შენისა. კი ბატონო, გასაგებია ჩემთვის როგორც მოხდება ეს ყველაფერი. აგერ ვარ მე და მეყოს როგორც შენ ამბობ. ანუ დაუთმო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მიიღო ეს სარწმუნოებით. მაგრამ ეხლა მე თქვენ გეუბნებით, კიდევ ერთხელ გეკითხებით, აბა მოდი ეხლა და ვეცადოთ ჩვენ და ავხსნათ, როგორ მოხდა ეს. ეს ხომ ყოველდღე წარმოუდგენელია და ალბათ თქვენ ნანახი გაქვთ დევს YouTube-ზე ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარი, ძალიან ისეთი სანდომიანი მამაკაცი არის, თეთრ წვერა, შუახნის, ყვება
იესო ქრისტეს სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შესახებ. თუ არ გაქვთ ნანახი, მე გირჩევთ ყველას რომ ნახეთ აუცილებლად, საოცრად ესეთი ემოციური და ამაღელვებელი ვიდეოა. სადაც ისყვება რომ ჩაატარა მან იესო ქრისტეს სისხლის ანალიზი სუდარიდან აღებული. და მას უთხრეს, რომ საუკეთესო ლაბორატორია აქვთ ისრაელში. და ისრაელში ებრაელებთან ჩაატარა ამ სისხლის ანალიზი. და ნახეთ თქვენ თვითონ როგორ ყვება შემდეგ ის რომ გაუცებულები იყვნენ, ანუ სთხოვა რომ ქრომოსომული ანალიზი ჩაეტარებინა და ქრომოსომული ანალიზი ტარდება მხოლოდ ცოცხალ სისხლზე. და ეს იყო უკვე დიდი ხნის მკვდარი სისხლი. ნუ შევეხვეწეო, თხოვეო და ნუ ეგ რაღაც შესაბამის ხსნარებში, იქ მარილწყალში თუ რაღაცაში მოკლედ გახსნეს და გაოცდნენ ჯერ იმაზე რომ სისხლი გაცოცხლდა. ჯერ ეს იყო პირველი სასწაული. და შემდეგ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ 23 ქრომოსომი. როდესაც ნებისმიერი ადამიანის სისხლში არის 46 ქრომოსომი. 23 დედისაგან, 23 მამისაგან. და ნახეს, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ 23 ქრომოსომი. 24 უკაცრავად. აქედან 23 იყო დედისაგან მიღებული და ერთადერთი Y ქრომოსომა, რომელიც სქესს განსაზღვრავს, რომელიც არ იყო ადამიანისაგან მიღებული. აი ეს საოცრება, ხალხო, ეს არის ჩვეულებრივი, აი ჩვენი თანამედროვე მოვლენა, რომელიც მოხდა და გაოცებულებიო ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ერთმანეთს ახიდებდნენ მიკროსკოპშიო. და შემდეგ შემეკითხნენო მეო, ვისი სისხლიაო ესო? და მე უთხარეო მათ, რომ ეს თქვენი მესიის სისხლიაო და ამ დროს თავადაც წრემლები ერევა. ემოციის გარეშე ვერ ყვება ამას. აი სწორედ იმ მესიის სისხლია, რომელიც თქვენ მოკალით, როგორც თვითმარ ქვიაო. ხო და აი ამას გიხსნით ახლა მე თქვენ რომ აი გეკითხებით უпроსტად რომ აბა მოდი ახლა და ნებისმიერმა მეცნიერმა ახსნას ახლა აი როგორ რანაირად ეს ხომ ანომალია, ეს ხომ შეუძლებელია რომ მხოლოდ დედის მიერ იყოს გაჩენილი ადამიანი მამაკაცის გარეშე, მაგრამ ხომ ფაქტია. აგერ სისხლის ანალიზმაც ხო დაადასტურა. მაგრამ აუხსნელია. ფაქტია, მაგრამ დაუჯერებელია. მაგრამ ნახეთ, რწმენით ჩვენ საერთოდ არ გვიჭირს ამის დაჯერება. ჩვენთვის ეს ძალიან იოლია, ძალიან მარტივია. ჩვენ დიახაც გვწამს და გვიჯერა რომ ეს ნამდვილად ესე მოხდა. და სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენი. ახსნას აბა ვინმე როგორ შეძლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რომ შვა და ისევ დარჩა ქალწულად. ახსნას აბა მეცნიერებმა. ჩვენ გვწამს გვჯერა. როგორ იყო რომ იესოში შეურევნელად შეერთებული იყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ამიხსნან აბა ეს აუხსნელია, ეს წარმოუდგენელია, იცით რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეს ადამიანური ლოგიკის საზღვრებს მიღმა. ეს ღვთაებრივი ქმედება, ღვთაებრივი სასწაულია. და შეუძლებელია რომ ეს რომ მეცნიერულად ოდესმე ვინმე ახსნას. მაგრამ რწმენით ჩვენ ვღებულობთ. როგორ არის ყოვლადწმინდა სამება თან სამი და თან ერთი? ერთად კი არა, ერთი. ალოგიკურია, ხო? ადამიანურად ალოგიკურია. ან სამი უნდა იყოს, ან ერთი უნდა იყოს. აი სამიც არის და ერთიც არის. ჩვენ რწმენით ამას ვღებულობთ. გვწამს, გვჯერა, არ გვიჭირს საერთოდ მიღება. ხედავთ და ნუ ასე შემდეგ კიდევ შეიძლება იმ რწამსის თითოეული წევრი 12 წევრისგან შედგება რწამსი, ხო? აი სწორედ ესეთი დოგმატი გახლავთ სწორედ ის ღვთაებრივი ჭეშმარიტება, რომელიც ლოგიკურად არ აიხსნება და რწმენით უნდა მივიღოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ეს იცოდეთ რომ შესაძლებელია. თუ კი ადამიანი მოინდომებს, ამიტომაც ბრძანებს ივანე ოქროპირი რომ რწმენითო ადამიანს შეუძლია ისეთი რამ მოიპოვოს და დაიჭიროს და მიიღოსო, რაცო კაცობრივ სიბრძნესო ვერ ძალუცო.
ამისთვის უკვე შეუდგეთ მას კეთილად, ამიტომაც მოდი ვიყოთო მორწმუნენიო, მოგვიწოდებს ივანე ოქროპირი. რამე თუ რაისათვის ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რა ისამე? ანუ არა ყოველივე კაცობრივი სიბრძნე პოვესა? წარმართებმაო რატო ვერ შეძლესო რომ მისულიყვნენო ღმერთის შემეცნებამდეო? ყოველივე ადამიანური სიბრძნე ხო ამოწურესო აქ ამ ქვეყანაზე. და რაისათვის უკვე ვერ შეუძლეს მეთევზურთა და მეზვერეთა ძლევად, რატომ ვერ შეძლესო ამ ქვეყნიური სიბრძნის მეტყველებმაო, რომ ეჯობნათო მეთევზეებისთვის და მებადურებისთვის და სრულიად უვიცი და გაუნათლებელი ხალხისთვის. რატო? ამაზე ჩვენ წინა საუბარზეც ვისაუბრეთ. ამისთვის, რამე თუ იგინი ყოველსავე კაცობრივითა სიბრძნითა ისწრაფდეს ქმანად, ხოლო მოციქულნი ყოველსავე საღმრთოითა სარწმუნოებითა იქმუნდეს. ისინიო ადამიანური სიბრძნით მოქმედებდნენო და ადამიანური სიბრძნით ეძებდნენო ყველაფრის ახსნასო და მოციქულებიო ღვთაებრივი სარწმუნოებით მოქმედებდნენო. ნახეთ? ამიტომაც იყო მე წინაზეც მოგახსენეთ, რომ ივანე ღვთისმეტყველი გავიხსენე. სრულიად უწიგნური მოციქული, საყვარელი მოციქული ქრისტესი. მეთევზე უბრალო ოჯახის შვილი, უწიგნური, მაგრამ რა საოცარი ღვთისმეტყველება მოგვაწოდა. ერთად აღებული, ვისაც კი ოდესმე უარსებია დედამიწის რუზე ფილოსოფოსს, ერთად აღებულნიც კი კოჭამდე ვერ მიწვლებიან მას სიბრძნეში და ღვთისმეტყველებაში. აი ის რწმენის მიერი ცოდნა, რწმენის მიერი ღვთისმეტყველება, რომელიც ჩვენ ივანე ღვთისმეტყველმა შემოგთავაზა. და მე ისიც გითხარი წინა შეხვედრაზე, რომ ივანე ოქროპირი თავად გახლდათ უაღრესად განსწავლული საერო მეცნიერებებში და ფილოსოფიაში და ივანე ოქროპირი ამბობს სწორედ, რომ აბსოლუტურად არარაობად ჩანან და საცოდავებად ჩანანო ამ სოფლიური სიბრძნის მიმდევარნიო ქრისტესთან და მოციქულებთან შედარებით. და მეც დავეთანხმები, რასაკვირველია ივანე ოქროპირის არ ჭირდება ჩემი ხრის გამაგრება, მაგრამ მე ჩემი მხრიდან დავემოწმები უბრალოდ, რომ ჭეშმარიტად ასე. ამისთვის პლატონ და პითაგორა და სხვანი იგი ყოველივე ფილოსოფოსნი შეცდომილნი დათრგუნეს და ვარსკვლავთ მრიცხველთა და ქვეყანის მზომელთა და მერიცხვეთა და რიტორთა და სხვათამად ყოველთა ძალი ვითარცა მტვერი განაქარვეს და ესოდენ უმჯობეს იქმნეს მათსა, რაოდენ იგი ჭეშმარიტი ფილოსოფოსი უმჯობეს არის კაცისა სოფისა და უცნობოისა. პლატონი და პითაგორა მოიყვანა მაგალითებად ივანე ოქროპირმა, როგორც განსაკუთრებულად გამორჩეული იმ ანტიკურ ფილოსოფოსთა შორის და მათი სახით, ანუ ესეთი კრებითი წარმოსახვით წარმოგვადგენინა მათში მოკლედ ყველა ის ფილოსოფოსი. აი, ყველანიო ისე გააცამტვერესო ამ უბრალო მოციქულებმაო, ყველა ვარსკვლავთ რიცხველიო და ქვეყანის მზომელებიო და მერიცხვეებიო და ყველანიო აბსოლუტურად. ისე არარაობად გამოაჩინესო, როგორცო ჭეშმარიტი ფილოსოფოსის გვერდზეო არარაობა ჩანს სრულიად უვიცი და გაუნათლებელი და ესეთი ადამიანიო. აი ისე საცოდავები გამოჩნდენო მოციქულებთან შედარებით, თუ აი ეს დიდი და აღმატებული ამ ქვეყნიური ფილოსოფოსები, ისეთები როგორებიც თუნდაც პლატონი და პითაგორა იყვნენ. და ამათ მეხსეულად თქვეს ვითარმეთ უკვდავარს სული და არათუ ოდენ თქვეს, არამედ ყოველთა დაარწმუნესსა. ხოლო მათ პირველად ყოვლადვე არა იცოდეს, თუ რა იარს სული. ვინაიდან უკვე ცნეს და განყვეს იგი ხორცთაგან, მეხსეულად ყვალად იგივე შეემთხვია, რამე თუ
რომელთამე მათგანთა თქვეს ვითარმეთ ხორციელარს და რომელთამე თქვეს ვითარმეთ ორკეციარს და არა მარტივი და რომელთამე თქვეს ვითარმეთ ხორცთავე თანა დაიხსნების და ყვალად სისათვის თქვეს რომელთამე მათგანთა ვითარმეთ სულიერი არს და ღმერთი არს ხოლო მეთევზურთამად მოციქულთა ღმრთისა მიერ შექმნულად ქადაგეს და ყოველთავე ასწავეს ისო რომ სული ჭეშმარიტად არსებობს და რომ სული უკვდავია ადამიანისაო ეს ძალიან მარტივად მოგვაწოდესო მოციქულებმა რატომ? იმიტომ რომ ღვთისაგან გაეხსნათ მათ ეს რწმენით და არა თუ მხოლოდ მათ ირწმუნესო არამედ სხვებსაც დააჯერესო და სხვებსაც არწმუნესო იმიტომ რომ მათ სიტყვას ძალა და მადლი მოყვებოდა ღვთისა და ეს ფილოსოფოსებიო და ეს ამქვეყნიური სიბრძნის მიმდევარნიო ჯერ საერთოდ ხო საერთოდ არც იცოდნენ რომ სული არსებობდაო მერე როდის რომ მიხვდნენ რომ სული არსებობდაო მერე დაიწყესო იმის კვლევაო როგორია ეს სულიო რანაირიაო ადამიანის ხორცთან ერთად კვდება თუ არ კვდებაო რანაირი შემადგენლობის არისო მოკლედ ვინის შყლეტვა დაიწყეს და ბოლომდე მაინც ვერ გავიდნენ როგორია და რანაირიაო მერე იყო და ცას რო უყურებდნენ ეს ცა თვითონ ღმერთი ეგონათო და მოციქულება პირდაპირ თქვესო კაცო რომ ცაო ღმერთის ქმნილებაო ჩვეულებრივი ანუ აი ნახეთ ის რასაც ადამიანები თავიანთი ადამიანური გონებით და სიბრძნით twins იჭყლეტენ წლების და საუკუნეების განმავლობაში იმას მოციქულები ღვთაებრივი სიბრძნით და ამას რწმენა აკეთებს სწორედ უბრალო სულში დაბადებული რწმენა ღვთაებრივი სიბრძნით უმარტივესად გვეუბნებიან ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე რომ ეს ესეა და იმდენად დიდი ძალა მოყვება მის ნათქვამს რომ შენს უნებურად სარწმუნოებით განეწყობი და შენს გჯერა და გწამს რომ ნამდვილად ესეა თუ შენ ამისთვის მზად ხარ და თუ შენ ჭეშმარიტებას სწრაფად ეძიებ რა საკვირველია ამ შემთხვევაში მხოლოდ ხოლო უკეთო წარმართნით სტომილ არიან არა ის საკვირველარს რამე თუ იგინიცა რომელთა გონიეს თავითვისი მორწმუნეთ შევლენ ესე ვითართა ბოროტა ეხლა უკვე ჩვენზე გადმოდის იოანე ოქროპირი წარმართები რო ცდებიან ამაში გასაკვირი არაფერი არ არის იმიტომ რომ მათ არ შეუმეცნებიათ ჭეშმარიტი ღმერთი და ისინი მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ხორციელი თვალით იყურებიან და ხორციელი თვალით ცდილობენ დაინახონ და იპოვონ სულიერი და ეს შეუძლებელია ჩემო ძვირფასებო ხორციელი თვალით სულიერს ვერ დაინახავ და ღმერთი სულია შენ თუ ჩვენიერ დღეს სულიერი თვალი არ აგეხილა ისე ღვთის ხილვა შეუძლებელია შენთვის ყველა ეძებ ხორციელი თვალით უხილავს და სულიერს იმას ვინც მხოლოდ და მხოლოდ სულიერი თვალით იხილვება და მათიო არ არისო გასაკვირიო იმიტომ რომ ისინი ისეთ ხორციელი თვალით იყურებიან მაგრამ აიო გულდასაწყვეტი და საკვირველი არისო როდესაცო მორწმუნე ადამიანები იმყოფებიან აი ესეთ სტომილებაშიო თავი რომ მორწმუნე გონიათო ესე ამბობს იოანე ოქროპირი რომელთა გონიეს თავითვისი მორწმუნეთა იგი არ საკიცხელ და საცდურ თავისა მათისა ეს ჭეშმარიტად გასაკიცხი რამ არისო როდესაცო მორწმუნე ადამიანიო აი ესეთ მდგომარეობაში იმყოფებაო ამისთვისა შესცდეს და რომელთამე იკადრეს და თქვეს ვითარმეთ ღმერთი ესრეთ ვიცით ვითარცა თვით მან იცის თავი თვისი რომელესე მოციქულთაგან არავინ თქვა არცავინ ქადაგა ზოგიერთიო იმდენად თავხედიაო ადამიანთაგანო აი ამ პარტაუნება რას უშვება ადამიანს ხალხო უბრალოდ აი გაიაზრეთ გახსოვდეთ რომ ყველა უბედურება რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვეს აბსოლუტურად ყველაფერი ამ პარტაუნებისგან არის ამ შემთხვევაში აი ეს უბედურებაც ზოგიერთი იქამდეც კი თავხედებაო მორწმუნეებზე აქ ამ შემთხვევაში ლაპარაკი რომ ამბობსო რომ ჩვენო ღმერთსო ისე ვიცნობთო როგორც თავად ღმერთი იცნობს საკუთარ თავს ახლა ესეთი რამე როგორ უნდა მოგივიდეს პირიდან
რა დონის ამპარტავანი უნდა იყო ადამიანი, რომ გაბედო და ესეთი რამე თქვა. რომ შენ ისე იცნობ ღმერთს, როგორც ღმერთი იცნობს თავად საკუთარ თავს. განაარსებობს ამაზე მეტი ამპარტავნება. ესეთი რამე მოციქულთაგან არავის არ უთქვამს. არავის არ უკადრია, არავის არ გაუბედია. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ რა არის ეკლესიის პოზიცია? ეკლესიის პოზიცია ესეთია, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცით ღმერთის შესახებ, რაც თავად უფალმა ინება და გამოგვიცხადა ჩვენ. ჩვენი ძალის საებრ, რისი დატევნად შეგვეძლო. და გვეუბნება კიდევაც უფალი სახარებაში. მრავალი რამის თქმა მინდაო თქვენთვისო, მაგრამ ვერ დაიტევთო. და შესაბამისად გვეუბნება იმას, რაც ჩვენთვის დატევნადია. რაც ჩვენს უძლურ, დაცემულ ადამიანურ ბუნებას შეუძლია, რომ იტვირთოს და დაიტევოს. გაიხსენეთ ბოლოს საიდუმლო სერობაზე ეუბნება მოციქულებს უფალი, რომ ყოველივე გითხართ თქვენო, ყველაფერი გითხარით. მაგრამ მოდი დავაზუსტოთ, ყველაფერი არის დატევნაც ადამიანურ გონებას ძალუძს. და კვალად რომელთა მე შეცდომელთამა თქვეს ვითარმეთ არასარგებელ არ ცხოვრებაი კეთილი და მუქალაკობაი სამრთოი არამედ ოდენ სარწმუნოებაი ზოგიერთი მეორე უკიდურესობაში ვარდებაო და ამბობენო საერთოდ არ არისო საჭიროო ისეთი ცნებების მიხედვით ცხოვრებაო და უფლის მცნებების დამარხვაო, ანუ ზნეობრივი ცხოვრება, რომ ცოდვას ებრძოდეს ადამიანი და სათნოებებს იმკვიდრებდეს, არამედ მხოლოდ ის რო გწამდესო, სრულიად საკმარისიაო. ეს მეორე უკიდურესობა რასაკვირველია, ხო? ხოლო ესე საცნაურას ყოველთა მიერ ვითარმეთ სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა, კეთილთასა, არად სარგებელარს. არადა ჩვენ ყველამ ვიცითო, რომ სარწმუნოებაო კეთილი საქმეების გარეშე ფუჭიაო ადამიანისთვის. და ამას ქრისტესა და პავლე მოციქულიცა დაამტკიცებენ ვითარცა იტყვის უფალი ვითარმეთ არა ყოველმან რომელმან რქვას მე უფალო და შევიდეს იგი სასუფეველსაც ათასა არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა და კვალად იტყვის ვითარმეთ მრქვან მე მას დღესა შინა უფალო არასახელითა შენი თავ წინასწარმეტყოლებდითა და ვრქვამად არა გიცნით თქვენ და კვალად იტყვის ნუ გიხარინ თქვენ რაჟამს ეშმაკნი გმურჩილობდნენ რამე თუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთათვის და იგინი ადვილად მიიდრიკებიან უკეთურებად დაღაცა თუ სარწმუნოებაი მართალი აქონეს უფალიცო და პავლე მოციქულიცო დაამტკიცებენ და ამბობენო რომ მხოლოდ სარწმუნოებითო კეთილი საქმეების გარეშეო ადამიანის ხონება და გადარჩენა წარმოუდგენელიაო და შეუძლებელიაო გაიხსენეს შემდეგ უფლის სიტყვები როდესაც ამბობს უფალი რომ ყველა ვინც მეტყვის მე უფალო ანუ ვინც მაღიარებს მე რომ ჭეშმარიტად უფალი ვარ და ღმერთი ვარ ყველა ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს არამედ ის ვინც ყოფს ნებას მამისა ჩემისას მოვლენო და მეტყვი ანუ ამბობს უფალი რომ უფალო განასახელითა შენით არ წინასწარმეტყველებდითო და შენი სახელით არ გემორჩილებოდნენ ეშმაკნიო მე ვეტყვი მათო მე არ გიცნობთო თქვენ შემდეგ ბრძანებს უფალი აქ ივანე ოქროპირს აღარ მოხავს და მე შეგახსენებთ სიტყვას რომელიც უფლის სიტყვას მოსდევს განმეშორენი ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი ნახეთ ის რომ მე მაღიარებ სულაც არ არის საკმარისი იმისთვის რომ შენ სასუფეველი დაიმკვიდრო იმიტომ რომ შენი ცხოვრების წესი შენი საქმე არ არის შენი რწმენის შესაბამისი შენ უსჯულოების მოქმედი ხარ ამიტომ მე შენ არ გიცნობ მე შენ არ გცნობ არ გაღიარებ განმეშორე
თქვენ იცით რომ ყველაზე დიდი მორწმუნე ეშმაკია? აბა იმას სწავს თუ სწავს? ზუსტად იცის რომ ქრისტეა, ღმერთი. გაიხსენეთ კარგად, ღადარინელი ეშმაკეულის განკურნება, აგერ სწორედ ამ კვირას იკითხებოდა. რაიძეს შენი და ჩვენი იესო ძეო ღვთისაო. მიაქციეთ ყურადღება როგორ მიმართავს ეშმაკი უფალს. ჩვენი ვრად ცნობს, ძალიან კარგად იცის ვინც არის. მოხვედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვა ჩვენდაო. ნახეთ რა შეუბნევიან. გადასარევად იცის ეშმაკმა რომ იესო ქრისტეა და ჭეშმარიტი ღმერთია, მაგრამ აბა ნახეთ საკმარისია მხოლოდ რწმენა იმისათვის რომ ის ხონდესა გადარჩეს? არა. იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე დაპირისპირებული სულია ღმერთს. ამიტომაც ვერ ცხონდება და ვერ გადარჩება ვერასოდეს ეშმაკი. უნანელი სულია. არ ცდილობს ის რომ ის სათნოებები ქონდეს რაც უფალს აქვს. არ ცდილობს თავი დაინდაბლოს და ყველა ადამიანი იცოდეთ რომ ესე იქნება ეშმაკს მიემსგავსება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერად აღიარებს იმას რომ ქრისტე ღმერთია და არ ცდილობს რომ მისთვის სათნოდ იცხოვროს და მისი მცნება აღასრულოს. ადამიანიო რომელიცო არ ეკრძალება თავის თავსო, ანუ რომელიც არ ცდილობს რომ თავის თავი დაიმორჩილოს, თავის სული, თავისი ვნებები, ადვილად მიიდრიკება უკეთურებადო, უკეთურებისკენო ამბობს ივანე ოქროპირი. რაღაცა თუ სარწმუნოება მართალი აქმნეს, თუნდაც სწორი სარწმუნოება ეპყრასო მასო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო იცოდეთ რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ივანე ოქროპირმა და მეც შეგახსენებთ რომ რწმენა კეთილი საქმეების, ანუ სარწმუნოებრივი საქმეების, ცნების მიერი საქმეების გარეშე აბსოლუტურად ფუჭი და უნაყოფო ადამიანისთვის. არაფრის მომცემი. პირიქით უფრო მეტად დაგждის. იმიტომ რომ პასუხისგებლობა მეტია შენზე იმის გამო რომ იცოდი ეს ყველაფერი და არ აღასრულებდი. არამედ ჩვენ ვიუტოდეთ საქმეთაგან ბოროტთა, რამე თუ შეუძლებელ არის თვინიერ საქმეთა კეთილთასა ხილვა ქრისტესი. ჩვენ პირიქით გავექცეთ მოდი ცოდვას და ბოროტ საქმეებს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ კეთილი საქმეთა აღსრულების გარეშე ქრისტე ვიხილოთ. ვით არ საიტყვის მოციქული ვით არ მეტ მშვიდობასას დევდით და სიწმინდესა, რამე თუ თვინიერ ამისა ვერ ვინიხილოს უფალი. ბრძანებს მოციქული რომ შვიდობა და სიწმინდე დაიმკვიდრეთო, რადგან აი ამ თვისებების გარეშეო ვერავის ვერ ძალუც რო იხილოს უფალი. ამისთვისა მარადის გამსნებს სიწმინდესა, რაითა თითოეულსა კმა ეყოფოდეს თვისი მეუღლე, რომლისა თანაც ჯულიერად უქორწინებიეს. ნახეთ? კონკრეტულ დარიგებაზე გადმოვიდა ივანე ოქროპირი. როგორც ჩანს, მაშინაც აქტუალური იყო ეს თემა მეოთხე საუკუნეში, როდესაც ივანე ოქროპირი მოღვაწეობდა. ამიტომაც რომ მუდმივად შეგახსენებთ და მოგიწოდებთ სიწმინდისაკენო, რომ თითოეულ ადამიანსო, თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა თქვენთაგანმო, თქვენი მეუღლე იმყოფინეთო და ნუ ხართ ავხორცნი და სიამოვნების მოყვარენიო. ვისთანაც ჯულიერ, კანონიერ ქორწინებაში იმყოფებითო და ღვთისგან ნაკურთხი ხართ მასთან ურთიერთობაშიო. იმყოფინეთო და ნუ გინდება მასზე მეტი, ნუ გინდება სხვა. აი ეს უკვე გემოთ მოყვარება, ეს უკვე სიამოთ მოყვარება არის, ვნების და ამ სოფლიური სულის მოყვარეობა არის. როდესაც არ ყოფნის შენი მეუღლე და ვიღაცა ახალი განსხვავებული ხორცი გინდა. და არა შეიგინებოდეს ბილწებით ამ რუშებისათა. ნუ შებილწავთო თქვენს თავსო მრუშობითო. რამე თუ ყოველი მოქმედი მრუშებისაი ვერ პოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებარს. დაღაცა თუ ბევრეულნი ქონდის ხვანი სათნოებანი. ახეთ როგორი საშიში სიტყვებია.
მრუშობის მოყვარეებს მიუმართავ ამ შემთხვევაში მე განსაკუთრებულად და თვითონ ჩაიხედონ თავიანთ გულში ყველა მათგანმა, ვისაც ეკუთვნის ეს სიტყვები. მრუში ადამიანია, რომელიც ცდილობს მრუშობის გამართლებასო, ბევრი სათნოებებით რო ჰქონდესო, სხვაო, აი ხო არიან ხოლმე ესე კეთილი მრუშები რო არიან. ვერ გამართლდებაო ღვთის წინაშეო და ტყუილა თავი არ მოიტყუოსო. რამე თუ ყოველი მემრუშე ვერ იხილავს სასუფეველისა ცათასა განსონებას. არ ეღირსებაო მრუშსო, რომ ცათა სასუფეველის განსონება მოიპოვოსო და იხილოსო. არამედ გენიასა მიეცემის. აი ესეთი მკაცრი და შეუვალია ივანე ოქროპირი. ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებსო, ძალიან ლაკონურად და მარტივად გვეუბნება მრუშიო. ადამიანი, რომელიც ცდილობს აი ამ ცოდვის გამართლებას. აქ არ არის ლაპარაკი მონანულ მრუშზე, რომელიც მრუშობდა, შემდეგ გაიაზრა, შეინანა და შეცვალა თავისი ცხოვრების ეს და ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს ესეთი ხო ეკლესიაში. მარტო მარიამ ეგვიპტელი რა დღირს. აქ არის ლაპარაკი ისეთ ადამიანზე, რომელიც მრუშობს და თან ამართლებს თავის მრუშობას. და უნანელია ამ ცოდვაში. აი ესეთი ადამიანიო, ჯოჯოხეთის მკვიდრიაო. და სასუფეველს ვერასოდეს ვერ დაიმკვიდრებსო. და მათთვის იტყვის ღმერთი ვითარმედ მატლი მათი არა მოკვდეს და ცეცხლი არა დაშრტეს. სწორედ ესეთებზე ამბულსო უფალიო, რომ მარადიულ ცეცხლში და მარადიულ მატლებში იქნებიანო ისინიო. საშიში სიტყვებია, ჩემო ძვირფასებო, ჩემო მორწმუნეებო, ჩემო კეთილო ადამიანებო და მოდი დავფიქრდეთ ყველანი რა, ნუ ისმენთ ამას ყველაფერს როგორც ზღაპარს. ეს ყველაფერი სინამდვილეა, ეს ყველაფერი რეალობაა. მე მორწმუნეებს მოგმართავთ. იმიტომ რომ ჩვენი საუბრების და ლექციები ციცოდეთ რომ უპირველეს ყოვლისა მორწმუნეებისადმი არის განკუთვნილი. და ცხადია იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც აინტერესებს, მაგრამ მათი ინტერესიც ის უნდა იყოს, რომ ადრე თუ გვიან სარწმუნოებრივი თვალი აეხილოთ მათ. და თუ ჩვენ მორწმუნეები ვართ, მოდი ყურადღებით მოვისმინოთ ეს სიტყვები, რასაც ერთ-ერთი უდიდესი მამა გვეუბნება ყველა დროისა. ივანე ოქროპირი. ძალიან ძნელია ადამიანისთვის სიამოვნებაზე უარის თქმა, ჩემო ძვირფასებო. ხორცელი სიამოვნება ერთ-ერთი უმძაფრესი სიამოვნებაა, რომელიც ადამიანს აქვს ამ დაცემულ ბუნებაში ყოფნის დროს. და ღმერთი არ გიკრძალავს შენ ამ ხორცელ სიამოვნებას. მაგრამ გეუბნება, რომ ჩარჩოებში მოაქცე, იყავის ზნეობრივი, ნუ იქნები გარყვნილი, ნუ იქნები ავხორცი. და ნუ გენდომება ნაირ ადამიანებთან ხორცელი სიამოვნების მიღება. იმყოფინე შენი მეუღლე და იყავი მისი ერთგული. და კი ბატონო, მიიღე მასთან ის ხორცელი სიამოვნებაც, რომელიც შენ კანონიერად გეკუთვნის, აი იმ ქორწინების საიდუმლოს მადლით, მაგრამ სხვასთან ნუ მოგინდება. და თუ მოგინდება, მოთოკე საკუთარი თავი, ებრძოლე საკუთარ თავს, გაიმარჯვე საკუთარ ბნებაზე, გაამარჯვებინე სულს, უფალს. გააკეთე ყოველთვის სწორი არჩევანი. და არც საერთი აქვს წყალობაი, რომელსა მეუღლე ესვას და იგი სხვათათანა შეიგინებოდის. ვერანაირად ვერ გამართლდებაო ადამიანი, რომელსაც მეუღლე ყავსო და სხვა ქალებთან ან ქალი კაცებთან შეაგინებს თავის სხეულსო. ანუ მრუშობს. ვერ გამართლდებაო ის. ვინაიდან რომელიმე ჯულიერის საგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთათვის და ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა. უკვე რომელსა იგიცა არა მაეყოფოდის, არამედ სხვასა შემოიყვანებდეს, რა იყოს მისი წყალობაი. ანუ ნახეთ რა შედარება მოიყვანა ივანე ოქროპირმა, რომ ჯულიერ ქორწინებაში რო იმყოფებაო, ცოლი და ქმარიო,
ისინიც კიო თუ კი ისინი კეთილმორწმუნე და მოშორნე ქრისტიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონიერად ნება აქვთ ღვთისაგან დართული და კურთხევა აქვთ ხორციელ ურთიერთობაზე, ისინიც კი თავს იკავებენ ხოლმეო მარხვის და ლოცვის ჯამსო. აი ამ ხორციელი ურთიერთობისაგან, რომ უფრო მეტად ისწავლონ საკუთარი თავის მართვა, საკუთარი სულის დამორჩილება და სიამოვნებაზე უარის თქმა. და განარამდენად დიდი სასჯელი ეკუთვნისო იმ ადამიანს, რომელსაც მეუღლე ჰყავსო და იმისითაც ვერ კმაყოფილდება და კიდე სხვას ეძებს, რომ მასთან პოვოსო ეს თავისი აღხორცული სიამოვნება. და რომელმან დაუტევოს სოლითვისი ჯულიერად ქორწინებული და შეეყოს სხვასა, იგი მემრუშეთ შერაცხილარს. ადამიანი, რომელიც თავის კანონიერ მეუღლეს დატოვებსო და სხვას შეუერთდებაო, მასო მემრუშე ქვია. ვითარც საუფალი იტყვის, უკეთ რომელსა ყვესღაც სოლითვისი და იგი სხვასათანა შეიგინებოდის, რა ივინ თქვას მისთვის. უფალი ამბობსო, რომ თუ კი დაუტევებსო ადამიანიო თავის ცოლსო, ანუ გაშორდება თავის ცოლს და წავა და სხვას მოიყვანს, ამას მრუშობას უწოდებსო უფალიო. რაღა უნდა ვთქვათო იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს თავის კანონიერი ცოლი ყავსო და პარალელურად მასთან ერთადო სხვასთან მრუშობს. არამედ ნუნცავინ უტევებს ამას სენსა და ამკვიდრებად სულსა შინათვისა. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც ჩანს, საკმაოდ აქტუალური იყო იმ დროსაც ეს თემა. ამიტომაც ივანე ოქროპირი არაერთხელ აკეთებს აქცენტს აი სწორედ ამ ოჯახურ პრობლემატიკაზე. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ მოდი თუ ამიტომ ნურავინ მისცემს საშუალებას ამ სენსო სულიერ სენსო, რომ დამკვიდრდესო შენს გულშიო და შენს სულშიო. გარნა ძირი თურთ აღმოფხრენ იგი, არამედ პირიქითო ეცადეთო, რომ ძირიანად ამოაგდოთო თქვენი სულიდან. რამ თუ საძაგელ არ საქმე ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყვის უფალი, ვითარმედ უკეთოვინ განუტევოს სოლითვისი, გარეშე სიტყვისა, სიძვისა და სხვა შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თვისი შთააგდო მრუშებას. საძაგელიაო ეს ცოდვა ღვთის წინაშე და შეგვახსენა უფლის სიტყვები, რომ ვინც განუტევებსო ღალატის გარეშეო ცოლსო და სხვა შეეყოფაო, თვითონაც მრუშობსო და თავის ცოლსასო სიძვის ვნებაში აგდებსო. რამე თუ ბოროტ არს, იძვაი ბოროტ. ძალიან მძიმე ცოდვაო, იცოდეთო სიძვაო. და უკვდავსა სასჯელსა მოაწევს კაცსაზე და მოქმედსა მისსა. ჯერ სასჯელი და ისიც უკვდავი. ანუ მარადიული სასჯელი. მარადიულ სასჯელს მოაწევს ადამიანზე ეს ცოდვა. და ამასა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხოვრებითა იყოფების და მონარს ბოროტისა, რამ თუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭვეულარ მონათა მიმართ და თავისუფალთა. აქვეო ამ ქვეყანაზევეო მემრუში და მეძავი ადამიანიო, აქვე სიმშვიდეს ვერ პოვებსო, ამიტომ სულ შფოთშიაო, სულ შიშებშიაო, სულ ეჭვებშიაო, ვერავის ვერ ენდობაო და აძრწისო სხვების სახლებშიო, შიშით შედისო, შეიპარებაო, რომ თავისი ეს სიამოვნება მიიღოსო. ანუ აქვე არ გაძლევს სიმშვიდეს და მოსვენებას და გასაქანს ეს ცოდვა. ეს იმ დროს, როდესაც შენ თუ წრფელი ხარ ღვთის წინაშე, აქაც ამ ქვეყანაზე სიმშვიდეში ცხოვრობ, შენი სული სიმშვიდეს პოვებს და სულის სხეულისაგან გასვლის შემდეგ მარადიულ სასუფეველს, ნეტარებას, ღვთაებრივ სიმშვიდეს დაიმკვიდრებს შენი სული უფალთან ერთად. ამისთვის გევედრებით, განეშორენით ამას ბოროტსა სენსა და რომელნი არა განეშორებით ამას ბოროტსა წმინდა საეკლესიასა, ნუ შეხვალთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნახეთ როგორი მკაცრია ივანე ოქროპირი.
ამისთვის გთხოვთო ყველას რომ განეშორეთო ამ ბოროტ სენსო და ვინც არ აპირებთო რომ განეშოროთ ამ ბოროტ სენსო ნუ შეხვალთ წმინდა ეკლესიაშიო ნუ მისცემ თავს უფლებასო რომ ეკლესიაში შეხვიდეთ იმიტომ რომ ეკლესიას ბილწავს და მის კედლებს ბილწავს მეძავი ადამიანი როცა შედის შინ რამე თუ არავინ ცხოვარი მღიერითა სავსე შეიყვანის მრთელთა თანა მატლებით სავსე ცხვარსო არავინ არ შეიყვანს სხვა ცხვარებთან ერთადო ჩრჩილი და მატლით სავსე ცხვარი რო არისო იმიტომ რომ სხვებსაც დაასნებოვნებს არამედ შორს ყოფნ მათგან ვიდრე მისი იგისენი აღიხოცნის პირიქითო განაცალკევებენო დაავადებულ ცხვარსო მანამ სანამ არ განიკურნებაო რამე თუ ჩვენ ასონი ვართ ქრისტესნი ჩვენ ქრისტეს ნაწილები ვართ ამაზე არაერთხელ გვითხოვს ხო ქრისტეს სხეულის ნაწილნი ვართ ჩვენ და თუმცა ვიქმნებით ასო მეძავის სხეულის ნაწილი ნუ გავხდებით ჩვენ ქრისტეს წმინდა სხეულის ნაწილნი ვართ ხიდან ჩვენი ნათლისღებისა ქრისტე გვაქვს შემოსილი ჩვენ და უნდა შეურაცხოთ სიძვით ეს სხეული რამე თუ ადგილი ესე არა სამეძავოი არის არამედ ეკლესიაი ეს განასავროს კიპუაო ეს ეკლესიაო სიწმინდის ადგილიაო ამიტომ ნურც ერთი მეძავი ნურც ერთი ცოდვის აი ამ სიძვის ცოდვის გამომართლებელი ნუ გაბედავს და მისცემს თავს უფლებას რომ შევიდეს ეკლესიაში მონანული კი ბატონო ხოლო შენ უკვე თუ ასონი მეძავისანი გქონან ეკლესიას ეშინან უნდა დგები რაით არა შეურაც იქმნეს წმინდა ესე ადგილი რამე თუ ვითარ თავს იდებ შემდგომად ესოდენთა აღთქმათა და ბრწყინვალებათა ქორწინებისათა ესრედ მრუშებად ცოლისა შენისა და შეგინება თავისა შენისა ანუ განშორება თვინიერ მეძობისა და შერთვა ცხვისა როგორ აძლევო შენს თავს უფლებასო გულწრფელად კითხულობს და მრისხანეთ ივანე ოქროპირი იმ წმინდა აღთქმების შემდეგ რომელსაც შენ ქორწინების საიდუმლოში დეფო რომ უღალატო შენს ცოლსო შეიბილწოს სიძვით და მრუშებითო და შემდეგ ისევ ეკლესიაში შეხვიდეო როგორ ბედაო ამას არა გრცხვენისა არა გეშინისა ღვთისაგან არ გრცხვენიაო და ღვთისა არ გეშინიაო რამე თუ რომელნი შემდგომად სიკვდილისა პირველისა მეუღლისა თვისისა მეორესა შეირთვენ საბრალობელ იქნებიან კაცთა მიერ დაღაცა თუ არა აქვს საქმეს ამას სასჯელი ხოლო შენ ცხოვრებასავე მეუღლისა შენისასა სხვასა შეირთავ ვით არა უკეთურება არს ესე ადამიანი რომ დაქვრივდებაო და შემდეგ მეორე მეუღლეს შეირთავსო ისიც კი საწყალი ხდებაო უკვე ადამიანთა თვალშიო და შენო ცოცხალი მეუღლე ყავსო და მას ღალატობო და მასთან ერთად იმ დროს როცა ის შენი მოქმედი მეუღლე შენ თავისუფლებას აძლევო რომ სხვასთანაც პარალელურად ურთიერთობდე და მასთან გქონდესო ხუთცელი ურთიერთობაო და მეძაობდეო როგორი სასაცილოა რა დღეს აი ეს შეგუნებები და აი ეს პათოსი ივანე ოქროპირისა დღევანდელი გარყვნილი საზოგადოებისათვის მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ეს ყველაფერი სიცილად არ ეყოფა მაგრამ მინდა ერთი ძველთა ძველი რა ამ დასაში გახსენოთ რა რომ ცინის ის ვინც ბოლოს იცინის ამიტომ ნუჩქარობთ სიცილს და ნუ გათავხედდებით რომ ივანე ოქროპირის სიტყვებზე გაგეცინოთ კეთილო ადამიანებო და მით უმეტეს უფლის სიტყვებზე იმიტომ რომ აი მე ძალიან საცოდავები და საწყლები აღმოჩნდებით სწორედ ჩვენ და მე თავში ხელს შემოვირტყავთ მაგრამ ძალიან გვიანი იქნება იმიტომ რომ გამოსწორების დრო და საშუალება აღარ გვექნება ჩვენ და ეს მე შეიძლება ყოველ დღე დადგეს იცით თქვენ ყოველ დღე შეიძლება დასრულდეს ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება
რამე თუ ესე ვითართათვის იტყვის უფალი ვითარმედ მატლი მათი არა მოკვდეს და ცეცხლი მათი არა დაშრდეს ისევ გაიმეორა თავის სიტყვები იონე ოქროპირმა შეიშინე სიტყვის ამისგან და რისხვისა გეშინოდესო ადამიანო შეძრწუნდი საჯელის ამისგან რამე თუ არა არს აქა ეს სოდენი გემოი რაუდენი მუნარს ტანჯვაი ფრთხილად იყავი ადამიანო და გეშინოდესო იმიტომ რომ ის სიამოვნებაო რომელსაც შენ აქ გაძლევსო ეშმაკიო და გპირდებაო აი ამ შენი ხორცელი მრუშული სიამოვნების მიღებითო იცოდეო ვერ შეესატყვისება იმ ტანჯვასო რომელსაც შენ ამის გამო მიიღებო ამიტომ ფრთხილად იყავი და გეშინოდესო ნუ გიღირს შენ ეს სიამოვნებებიო იმიტომ რომ იცოდეო რომ სანაცვლოთო ძალიან დიდ საჯელს მიიღებო ძალიან დიდსო გარნა ნუმცავინ იქმნების თანამდებს სატანჯველთა მათ მწარეთა არამედ რაითა დაიცვან სიწმინდე და მიემთხვინენ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა რომლისაი არის დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულიწმინდით ურთაც და მარადის და უკუნით უკუნისამდე ამინ ბოლოს კვლავ სიწმინდისკენ მოგვიწოდა იოანე ოქროპირმა და ისურვა რომ ყველამ ერთად ვადიდოთ სასუფეველში განწმენდილი გულით უფალი ამით დასრულდა დღევანდელი ჩვენი საუბარი ქადაგება იოანე ოქროპირისა რომელიც განვიხილეთ მე შეგახსენებთ რომ სახარების განმარტებას განვაგრძელებთ ჩვენ შემდგომ ოთხშაბათს და გავაგრძელებთ კვლავ კულმინაციურ მომენტს როდესაც იესო ილოცებს და აღადგენს ლაზარეს და წავიკითხავთ და განმარტავთ ამას ყველაფერს და შეგახსენებთ აგრეთვე რომ ზეგ პარასკევს კვლავ შევხვდებით ჩვენ და ვეცდებით რომ თქვენს მიერ ამოწოდებულ შეკითხვებზე გაგცეთ პასუხი ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ადრილი და წყალობა არ მოგაკლოთ